ხუნხულა, ფუმფულა, ფუნთუშები ქიშმიშით, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს. სულ ძიებაში ვარ ამ გემოსი, თუმცა თითქმის არსად აღარ შემორჩა და მოდით ჩვენით მოვამზადოთ. დაგჭირდება 500 მლ თბილი რძე, ისე რომ ხელზე არ იკბინებოდეს. დავუმატოთ 300 გრამი შაქარი, 20 გრამი მშრალი საფუარი, 4 ცალი კვერცხი, 180 გრამი გამდნარი კარაქი და შემდეგ შეგრილებული, 5 გრამი ვანილინი და დაახლოებით 1 კილო ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ფაფუკი ცომი. ჩვენ ცომს ვასვანებთ თბილ ადგილას, სანამ არ გაორმაგდება. შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გადავურიოთ ქიშმიში, ეს უკვე თქვენი გემოვნების ამბავია, გიყვართ თუ არა. კარგად შევაზილოთ და დავიწყოთ გუნდების გაკეთება. ამ პორციით გამოდის 12 ცალი ერთნაირი გუნდა. სეთიანი ხელებით დავაგუნდაოთ, გადავაფაროთ ნაჭერი და დაველოდოთ მათ გაფუმფულებასაც დაახლოებით 9 საათი. შემდეგ თავზე გადავუსვათ რძე და ვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. უკვე გამომცხვარ ცხელ-ცხელს შეგიძლიათ გადაუსვათ შაქრის სიროფის სურვილისამებრ. მოამზადეთ და გაიხსენეთ ბავშვობა. გემრიელად!